გავეცნოთ ვებ-ბაზირებულ ელექტრონულ პოსტას. მასში შესვლა შეგვიძლია მსოფლიოს სხვადასხვა ადგილზე ყოფნისას და ეს დიდი პლუსია. ასეთთაგან ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებულია Yahoo-ს პოსტა. ჩართოთ ინგლისური კოდირება და ავკრეფოთ მისამართ ველში mail.yahoo.com. თუ კი უკვე გაგვაჩნია აქ მისამართი, შეგვყავს იგი ზედა ველში. ქვედაში კი password-ი, ანუ პაროლი. თუ კი არ გაგვაჩნია, შევქმნათ იგი. ახალი მისამართის შესაქმნელად შევდივართ create new account. და ვავსებთ იქ არსებულ მინდვრებს. შეგყავთ თქვენი სახელი, გვარი, მიუთითებთ თქვენ სქესს არჩევანიდან, დაბადების თარიღს, თვე, რიცხვი და წელი. თქვენი ქვეყანა პროგრამამ თავად გამოიცნო. მიუთითებთ ენას და ეხლა ვირჩევთ საფოსტო მისამართის სახელს, ანუ ID-ს. ვთხზავთ მას, ან ვირჩევთ შემოთავაზებული სიიდან. ავირჩიოთ ჯერ თავშოთ ზედა, მაგრამ ვინაიდან შემოთავაზებული ID საკმაოდ გრძელი და რთულია, შევცვალოთ იგი change ბმულზე დაჭერით. და შევეცადოთ, შევიყვანოთ უფრო მოკლე და მარტივი. check ხილაკზე დაჭერით, შევამოწმოთ, ხომ არ არის ეს ID უკვე დაკავებული. ID თავისუფალი აღმოჩნდა. შევყავს password-ი, პაროლი, ვთხზავთ მას. ქვედა მინდორში შევყავს იგივე პაროლი განმეორებით. ალტერნატიული ელექტრონული პოსტის მისამართი, რათა მასზე შეტყობინება მოვიდეს ამ მისამართის გახსნის შესახებ. ეს არაუცილებელი ველია. შეგვყავს საიდუმლო, ანუ საკონტროლო კითხვა. ჯერ პირველი, ვირჩევთ ჩამონათვალიდან, ვიძლევით მასზე პასუხს. შემდეგ ვირჩევთ მეორე საკონტროლო კითხვას და ასევე ჩავწერთ პასუხს მასზე. შემდეგ კოდირებულ გამოსახულებას შევიყვანთ სიმბოლოების სახით. Create new account ღილაკზე დაჭერით, ჩვენი საფოსტო ყუთი შეიქმნა. ჩვენს მისამართში პირველი ნაწილი ჩვენი ინდივიდუალური ID-ა. შემდეგ L-პოსტის ნიშანი,
რომელიც წარმოადგენს სტილიზებულ ინგლისურ სიტყვას at მასთან. და ბოლოს Yahoo-ს პოსტის დასახელება. Continue ღილაკზე დაჭერით გავაგრძელოთ. მოხდით ჩვენს საფოსტო ყუთში. მოდით დროებით გამოვიდეთ ჩვენი პოსტიდან sign out ბრძანებით. მოხდით Yahoo-ს გვერდზე. შემდეგ sign in ბმულით უკვე ჩვენთვის ნაცნობ გვერდზე ვხვდებით. უპირველეს ყოვლისა, გამოვთოთ keep me signed in. თორემ პოსტა მუდმივად გახსნილი დარჩება და უცხოები შესძლებენ მასში შესვლას თქვენი პაროლის მითითების გარეშე. ამის შემდეგ კი შეიყვანეთ თქვენი ID ზედა ველში და პაროლი ქვედაში. აჭერთ sign in თქვენს პირად Yahoo გვერდზე მოხდით და შემდეგ ბმულს mail პოსტა ისევ საფოსტო ყუთში ვართ. მარცხენა ჩამონათვალი ჩვენი პოსტის ყუთებია. inbox შემოსული წერილები. drafts დაუსრულებელი მონახაზები წერილისა. sent გაგზავნილები. spam არასასურველი მიღებულები, მაგალითად სხვადასხვა რეკლამა. trash ნაგვის ყუთი. ვინმესთვის ახალი წერილის გასაგზავნად ვირჩევთ compose message. to ველში შევყავს ადრესატის მისამართი. CC ველში დამატებითი მისამართები. Subject ველში თემა. თვით წერილის ველში ვკრებთ ტექსტს. თუ კი გვინდა ამ ტექსტის გარდა რაიმე ფაილიც გავუგზავნოთ, მაგალითად სურათი. ბმულს attachments attach files გავყავართ კომპიუტერში, სადაც ავარჩევთ ფაილს დავაჭერთ open და დაველოდებით, სანამ ეს ფაილი აიტვირთება. ბოლოს send ღილაკით ვაგზავნით წერილს. წერილი გაიგზავნა, email sent. თავისთავად შევედით იმ ყუთში, რომელშიც ბოლოს ვიყავით. შევიდეთ inbox-ში. აქ ჯერ მხოლოდ ერთი მიღებული წერილია. Yahoo-s მომსახურებისგან.
მის თემის დასახელებაზე subject დაჭერით შევდივართ წერილში, message-ში. ამ წერილის წასაშლელადაა განკუთვნილი delete ღილაკი. reply ღილაკით იწყება მისი გამომგზავნისათვის საპასუხო წერილის შექმნა, რომელშიც დაბლა მიღებული წერილი ჩანს. მისამართისა და თემის ველები თავისთავად შევსებულია. გასაგზავნად ყოველთვის ღილაკი send გამოიყენება. ამ შემთხვევაში cancel-ით ვაუქმებთ წერილს და inbox-ში ბრუნდებით. კვლავ შევდივართ წერილში. როგორც ხედავთ, ეს გადასვლები აქაც ჩანართების სახით იხსნება, მათ შორის მარტივად გადანაცვლებით. 5-ის საქაღალდეს გამოსახულებიანი ღილაკის ჩამოშლით შეგვიძლია ამ მესეჯის სხვა ყუთში გადატანა. print ღილაკი ბეჭდვაზე უშვებს მას. ნავიგაციის კლავიშებით გადავდივართ წინა ან შემდეგ წერილში. ეხლა ეს შეუძლებელია, რადგან მხოლოდ ერთი წერილია ყუთში. forward ღილაკი იწვევს მიღებული წერილის სხვა მესამე ადრესატისადმი გაგზავნას. შეგვიძლია messages ველში არც შევიტანოთ ჩვენი ტექსტი და მხოლოდ მიღებული გადავუგზავნოთ. მისამართის ველში კი ადრესატი შესატანია. წერილის ტექსტი ან მისი ნაწილი ჩვეულებრივი მონიშნით და შემდგომი კოპირებით შეგვიძლია დავუშვათ Word-ის ფაილში გადავიტანოთ. add BCC ღილაკი ამატებს ფარული ადრესატის ველს. მასში შეტანილი მიმღების არსებობას ვერ დაინახავენ დანარჩენი მიმღებნი. დავბრუნდეთ inbox-ში. როგორც ხედავთ, ამასობაში ახალი მესიჯები მოგვსვლია. წერილთა ცხრილის სვეტებია from ვისგან, ანუ გამომგზავნი, subject თემა, date თარიღი, შემდეგ attachment-ის არსებობა. სვეტის თავებზე წკაპით მესიჯების დალაგება ხდება შესაბამისი კრიტერიუმის მიხედვით. აღმავალი ან დაღმავალი რიგით. ყუთში ყოფნისას წერილის წასაშლელად ან სხვა ყუთში გადასატანად ის მოინიშნება მარცხენა კვადრატზე წკაპით. თუ კი ყველას მონიშნვა გსურს, ზედა კვადრატს ვაჭერთ. სიის ფურცლის შევსებისას შემდეგ ფურცლებზე გადასასვლელად ნავიგაციის ღილაკები გამოიყენება. პოსტიდან გამოსასვლელად ისევ ვაჭერთ sign out.